ჩინეთმა და რუსეთმა უკვე კარგად წარმოაჩინა, რომ მათ შეუძლიათ და შესაძლოა სულ კიდეც ახლო მომავალში დაიწყონ კოსმოსური ომი. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების შტაბის დირექტორმა თქვა, რომ რუსეთის მიერ 2021 წელს ამერიკული თანამგზავრის განადგურება იყო განსაცვიფრებელი წარმოდგენა. მისივე თქმით, ამერიკა ამას განიხილავს როგორც მესიჯსა და შესაძლებლობის დემონსტრირებას. 2003 წელს შეერთებული შტატების საჰერო ძალებმა ოფიციალურად წარმოადგინა პროექტი, რომელსაც ჰიპერველოსიტური ჯოხების ნაკრები ეწოდა. იგივე ღმერთის ჯოხები. თითოეული ჯოხი იყო 7 მეტრის სიგრძის და 30 სანტიმეტრი დიამეტრის. მზადდებოდა ტანგსტენით და 8-9 ტონას იწონიდა. ტანგსტენი ისეთი იშვიათი და განსაკუთრებული მეტალია, რომელსაც ყველაზე მაღალი დნობის ტემპერატურა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ატმოსფეროში დაბრუნებისას არ იწვება. მასითა და სიმკვრივით ოქროს ააგავს, ხოლო სიმტკიცით რკინას სჯობს. აი, ამიტომაც გამოიყენება ამ იარაღში. რადგან ჯოხები დედამიწის ორბიტიდან იყრებიან, მათ აქვთ უზარმაზარი კინეტიკური ენერგია, დაახლოებით 8 კილომეტრ/წამში სიჩქარე. ატმოსფეროში შემოსვლისა სიჩქარის ნაწილი შენელდება, თუმცა ჯოხი მაინც დიდი დარტყმით მიაყენებს ზიანს სამიზნეს. მისი ენერგია პატარა ბირთვულ ბომბს უტოლდება. ღმერთის ჯოხები ხშირად წარმოდგენილია როგორც ბუნკერული იარაღი, სპეციალურად შექმნილი მიწისქვეშა სამიზნეების, მაგალითად, ბირთვული ბუნკერების გასანადგურებლად. ასევე მათი მცირე ზომა და სწრაფი რეაგირება საშუალებას არ აძლევს მტრის ძალებს ადვილად მოიგერიონ თავდასხმის სისტემებით. ამ საშინელი და სახიფათო იდეის ფონზე ეს ღმერთის ჯოხები ნამდვილად არ არის, სახელიც კი გამაღიზიანებელია. ახლა კი რა პრობლემებს ვაწყდებით და რატომა ასეთი ირეალური ეს სისტემა რეალურ სამყაროში? პირველი პრობლემაა, ორბიტიდან ნივთის ჩამოგდება ასე მარტივი არაა. დედამიწის დაბალი ორბიტიდანაც კი გრაფიტული სიმძლავრე თითქმის იგივეა, რაც ზედაპირზე. ნივთი ორბიტაზე ქანქარასაბით ქანქარებს, არა იმიტომ, რომ გრავიტაცია იქ არ მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ ის მოძრაობს ისე სწრაფად, რომ მუდმივად ეცემა დედამიწისკენ. უბრალოდ ეცემა ისე, რომ თან არ ეცემა ზედაპირზე. მეორე, თუ ვცდით ჯოხი პირდაპირ დედამიწისკენ ვისროლოთ, პლატფორმას, რომელიც ისრვის, უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მასა, ან უფრო რთული სისტემა, რათა არ გამოიწვიოს უკუსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა უბრალოდ გაექანება კოსმოსური ვაკუუმის უწონადობაში. მესამე, ჯოხი ორბიტაზე ფლობს როგორც ქვევით მიმართულ სიჩქარეს, ისე გვერდით დედამიწის როტაციის მიმართულებით. ამას გარდა დედამიწის შიდა ატმოსფერული გავლენები, ქარი და სხვა გარემოებები. ატმოსფეროში შესვლისას მასზე იმოქმედებს ჰაერის ხახუნი, სიჩქარის შემცირება, ობიექტის კალაპოტური ცვლილებები. ყველა ეს ფაქტორი იმოქმედებს მის ტრაექტორიაზე. მეოთხე, ტექნოლოგიური გამოსავალი, რომელიც მოგვაგვარებინებს ამ პრობლემებს, იქნება რაღაც ჰიბრიდი, რაკეტის ძრავები და აეროდინამიკური მართვის ელემენტები. მაგალითად, Grid Fancy, როგორც გამოიყენება SpaceX-ის მრავალჯერად რაკეტებში. რაკეტის ბუსტერი წარმატებით ამცირებს კუთხურ იმპულსს და მართავს ტრაექტორიას გასაშვებ პლატფორმაზე, სიზუსტით დასაბრუნებლად. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.